დღეს ფონდღია საზოგადოება საქართველოს ოფისში სტუდია მონიტორის მიერ მომზადებული მორიგი ჟურნალისტური გამოძიების ჩვენება გაიმართა. ფილმი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან არსებულ პრობლემას ეხება, სადაც საქართველოს ყველა რეგიონის ჟურნალისტი აცხადებს, რომ საჯარო ინფორმაციის მიღება თითქმის შეუძლებელია. კოდექსის თანახმად კი ინფორმაციის გაცემის კონტროლი საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს ევალება, თუმცა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევის მიხედვით პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პარლამენტი ანგარიშების შესწავლას არ ახდენენ. ავტორები იმედოვნებენ, რომ ფილმის ეთერში გასვლის შემდეგ ვითარება შეიცვლება. ფილმი ეხება იმ პრობლემებს, რაც ჟურნალისტებს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის დროს ექმნებათ საჯარო დაწესებულებებიდან თითქმის საქართველოს ყველა რეგიონში. თუ გაითვალისწინებენ იმ პრობლემებს, რაც ჩვენ გვექმნება და მოგვაწვდიან დროულად იმ ინფორმაციას, რაც ჩვენ კანონით გვეკუთვნის, ძალიან კარგი იქნება. მოხიანში დუმბაძის გამზირზე მდებარე ჯიხურები აიღეს. მოვაჭრეთა თქმით, მათ გაფრთხილება 2 კვირის წინ მიიღეს, თუმცა მას შემდეგ ამ თემასთან დაკავშირებით მოხიანში არავინ გამოჩენილა. დღეს კი ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები მოულოდნელად გამოცხადდნენ. ჯიხურების მეპატრონეების თქმით, გარევაჭრობა მათთვის შემოსავლის მთავარი წყაროა. 2 კვირის წინ გაგვაფრთხილეს, რომ უნდა ავიღოთო და წავიღოთო და ჩვენ რა ბედი გვეწევა და სადმი აქვთ და რა უნდა ვქნათ, ეს არავის არაფერი არც აღელვებს, არც უთქვამთ. ეხლა გვითხრეს, რომ 2 დღით ადრე გეტყვითო და არც 2 დღით ადრე არ უთქვიათ, ასე ვანდალურად მოვარდნენ, გამოგტაცეს ხელიდან სამუშაო, ჯიხურები საბუთებით და ყველაფრით თავიდან ბოლომდე დაკანონებულ დასაბუთებული გვაქვს და კაციშვილი მე არ მეხებაო იძახიან და ვის ეხება ბოლო არც ის არიციან რომ იმას მივმართოთ. რატომ უნდა დაგვანგრიონ კაცო თავზე ეთქვათ გულშინ დაუშვათ. დღეს გავცლიდით ნორმალურად რაღაცას გავაკეთებ. აი ახლა გამზადებული ყველაფერი ამ ქალბატონმა გინდა მე უნდა გადავყაროთ. ეს ხო არის კიდევ ერთი ზარალი. ამან მარტო ფასადი აწუხებთ. ადამიანები რომ შივრები რჩებიან არავის არ აღელვებს ამ ქვეყანაზე. აბსოლუტურად. აი ეს მათი სიტყვებია რომ ფასადს უშლის თულმე ეს ჯიხური ხელს. ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე ჯანდაცვის მინისტრმა თემქის სახლის წევრებს მიულოცა. ანდრია ურუშაძე მოხუცებს საჩუქრები გადასცა. სპეციალურად მათთვის კი კონცერტი სოფო ბედიამ გამართა. გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე 1991 წელს გამოცხადდა. დღეს არის ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე, მინდა ყველა ხანდაზმულს მიულოცო საქართველოში. დღევანდელი დღე არის თაობათა სოლიდარობის დღე. დღეს თბილისში ხანდაზმულთა და ქუთაისში ასევე ხანდაზმულთათვის განკუთვნილ დაწესებულებაში ჩვენ გვაქვს ღონისძიებები, მათთან ერთად გვინათ ეს დღე აღნიშნოთ. მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ საქართველოში დღეს აბსოლუტურად უფასოა ყველა ამ ადამიანისთვის ცხოვრება. და მინდა ყველას უთხრა, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ადამიანების როგორც საცხოვრებელი პირობები, ასე ის გარემო, რომელშიც ეს ადამიანები ცხოვრობენ, იყოს მათი ღირსებისა და იმ დამსახურების შესაფერისი, რომლებიც ამ ადამიანებს აქვს ჩვენი ქვეყნის წინაშე. დღეს როგორც ხანდაზმულთა დღე, მეც გილოცავთ ყველას, ახალგაზრდებს და ბებრებს, იმიტომ რომ თქვენ ჩვენი სიყვარულები ხართ. თქვენი იმედი გვაქვს, ახალგაზრდების იმედი გვაქვს ყველა ჩვენთაგან. ჩვენ სითბო გვინდა, სიყვარული გვინდა, მეტი არაფერი გვაკლია. ყველაფერი გვაქვს იმისათვის, რომ ჩვენ ვიცოცხლოთ და ვიყოთ მხოლოდ მზრუნველობა სიყვარულში გამოიხატება და ეს სიყვარული ცოტა გვაკლია და ეს სიყვარული გვინდა უფრო მტკიცე იყოს და უფრო სასიყვარულო იყოს. თბილისის ივენთ ჰოლში კი საქართველოს გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი მსოფლიო საინვესტიციო ამბების დანამატია და მკითხველს ინფორმაციას ქვეყნის ეკონომიკისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ აწვდის. მისი საშუალებით ქვეყნის ტურისტულ განვითარებასთან დაკავშირებით ნებისმიერი სიახლე და ცნობა ხელმისაწვდომია. ების გაიძი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ის ინფორმაციას აწვდის ყველა აეროპორტს, საელჩოსა და საერთაშორისო ორგანიზაციას. ყველა ინვესტორს სურს, რომ სიტუაციაში სწრაფად გაერკვეს, რაშიც ეს წიგნი დაეხმარებათ. ის პროფესიულ დონეზეა მომზადებული და დარწმუნებული ვარ, რომ ყველას მოეწონება. ჩვენ საზოგადოებას წარმოუდგენთ ახალ მკვლევარს, გზამკვლევს საქართველოზე, რომელიც არის ტურისტული და ბიზნეს გზამკვლევი. არის ძალიან კარგი გამოცემა, არის სერია ეგრეთ წოდებული იბის გაიდების, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებს ეხება და ეს შემდგომი გამოცემა უკვე საქართველოზე არის. ამ გამოცემის მთავარი მიზანი ამოცანა არის ის, რომ ხელი შეუწყოს საქართველოს პოპულარიზაციას
მთელ მსოფლიოში, როგორც ტურისტული თვალსაზრისით, ასევე საქმიანი თვალსაზრისით, იმედი გვაქვს, რომ მეტი ტურისტისა და ბიზნესმენის მოზიდვაში დაგვეხმარება. ქართველი მწერლის ოთარ ჭილაძის გარდაცვალებიდან 1 წლის შემდეგ ოჯახის წევრები და შემოქმედების თაყვანისმცემლები მთაწმინდის პანთეონში შეიკრიბნენ. მწერლის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მთაწმინდის მამა დავითის ეკლესიის არქიმანდრიტმა გადაიხადა. ხელოვანის პატივის მისაგებად თბილისში აჭარის მწერალთა კავშირის წევრები ჩამოვიდნენ. გამომცემლობა ინტელექტი კი ლიტერატურულ კაფე ქარამელში ხვალ ოთარ ჭილაძის ახალი წიგნის 3 წიდან იწყება თეატრალიზებულ პრეზენტაციას გამართავს. ქართულ ლიტერატურას ძალიან დიდი მწერალი დააყრდა. დიდი ტონის მიმცემი, ამინდის შემქმნელი, მისი სახელის გამთქმელი. მთელ ევროპაში და მსოფლიოში. ეს არის დიდი მწერალი, ეს არის კლასიკოსი მწერალი და დაკლებით რა თქმა უნდა ჩვენს მეგობრებს, მის მახლობლებს, საერთოდ ქართულ ხალხს დააკლდა მისი ცოცხალი სახე, მისი ბრძნული გამომეტყველება, მისი თვალები, ეს ყველაფერი დაგვაკლდა, მაგრამ მისი სული, მისი ფიქრი, მისი დიდი შემოქმედება არ დაგვკლებია, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის უკვდავი. გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ინიციატივით სასწავლო შეხვედრა გაიმართა. დღევანდელ შეხვედრაზე პოეტი და პოლიტიკოსი დავით მაღრაძე იყო მიწვეული. მსგავსი ინიციატივა სტუდია რეპორტიორს ეკუთვნის, ხოლო შეხვედრა უკვე ტრადიციად იქცა და ყოველ პარასკევს იმართება. ეს აქ გახლავართ მე გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტების მოწვევით. საუბარი ალბათ იქნება ძირითადად შემოქმედებაზე, ლექსზე, სულიერებაზე, სამყაროზე და კიდევ ალბათ რა ვიცი, რაც აინტერესებს დღევანდელ ყოფაში ყველაფერი დანარჩენზე. რეპორტიორი უკვე პირველი კურსიდან არსებობს ჩვენს უნივერსიტეტში. დღესაც ცნობილი ადამიანები ეს ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით იკრიბებიან. ჩვენ ეს შეხვედრა მიმდინარეობს კითხვა-პასუხის რეჟიმში და მიზანი, ერთ-ერთი მიზანი ეს არის, რომ პირველ კურსის ჟურნალისტებს მიეცეთ საშუალება იმისა, რომ უფრო მეტი პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ.